ალბათ დამეთანხმებით, რომ სადღესასწაულო დღეებში კერძი გემრიელთან ერთად გამორჩეულად ლამაზიც უნდა იყოს. ამიტომ მოდით მოვამზადოთ დღეს მარტივი ქათმის სალათი. თავარია ქათამი იყოს ნოსტე. პირველ რიგში უნდა მოვხარშოთ ქათმის ფილე. ამასობაში მოვამზადოთ ბოსტნეული, რომელიც უნდა გამოვაცხოთ ღუმელში. ბოსტნეული შეგვიძლია ან ღუმელში გამოვაცხოთ, ან მოვხარშოთ. ქათმის ფილეც მოიხარშა. ახლა კი დავჭრათ. ავიღოთ ჯამი, ჩავყაროთ ჩვენი დაჭრილი ქათამი. ახლა კი გავაერთიანოთ დაჭრილი ქათამი გატარებულ ნიგოსთან ერთად. მარილი, პილპილი და მოვურიოთ. ახლა კი ყველაზე საინტერესო სალათი უნდა ავაწყოთ ბრტყელ თეფშზე. შუაში უნდა მოვათავსოთ ჭიქა, რომელსაც გვერდებზე უნდა წაუსვათ ზეთი. ახლა კი ჭიქის ირგვლივ დავიწყოთ და ფენა-ფენა ავაწყოთ ჩვენი ინგრედიენტები. პირველი ფენა კარტოფილი, ჭარხალი. შემდეგი ფენა არის არაჟანი მდოქვთან ერთად ან მაიონეზი. აუცილებლად მარილი და პილპილი. ქათმის ფილე ნიგოსთან ერთად. ცოტაოდენი ხახვი და შემდეგ სტაფილოს ფენა. და ისევ კარტოფილი. ისევ ქათამი და ვიმეორებთ ფენებს რამდენჯერაც გვინდა. ბოლოს წინა ფენა კი ჭარხალი. ახლა კი გავიკეთოთ ხელთათმანები და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენი სალათი უნდა შევმოსოთ ბროწეულით. ნელა და ეტაპობრივად. დავატრიალოთ ჭიქა და ამოვაცალოთ. და ჩვენი სალათიც მზად არის.